მოწამლებით ეს არის რუბრიკა ლაბორმოცდაური სიცოცხლის ფორმულა. დღეს ვისაუბრებ სტრესზე, თუ რა არის სტრესი, რა ემართება ტვინის გამოწვევის დროს და როგორ მართავს სტრესი. სტრესი არის მდგომარეობა, როცა ადამიანი თავს გრძნობს შეწუხებულად იმის გამო, რომ რაღაც საქმეს ვერ ასწრებს, უჭირს დამშვიდება ან ეშინია შეცდომის დაშვების. გამოწვევის დროს თავს გრძნობს გადაწყობად, რადგან ჩვენი ტვინი მუდმივად მუშაობს. ვმეცადინეობთ, ვიმახსოვრებთ, ნერვიულობთ. ამ დროს ორგანიზმში სტრესის დონე იზრდება და გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც თავიდან ენერგიას გვაძლევს, მაგრამ თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა, ჩვენი ორგანიზმი იღლება. გარდა ამისა, ძილი აუცილებელია ტვინის დასასვენებლად და ახალი ინფორმაციის დასამახსოვრებლად. თუ ტვინი ვერ ისვენებს, ვერ კონცენტრირდებით, თავს გრძნობთ მოუმზადებლად, მალე ვღიზიანდებით და ვიღლებით. სტრესის სამართავად მრავალი გზა არსებობს, მათ შორის არის სუნთქვითი ვარჯიშები, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს კორტიზოლის დონეს. ეს ვარჯიში გრძელდება 3 წუთის განმავლობაში, 4 წამის განმავლობაში უნდა ჩაისუნთქოთ ცხვირით, 4 წამის განმავლობაში შეიკავოს სუნთქვა, ხოლო 6 წამის განმავლობაში ამოისუნთქო. შემდეგი არის ფიზიკური მოძრაობა, 15-20 წუთის განმავლობაში სწრაფად დიარე ისეკვია ნივარჯიში, რადგან მოძრაობა ამცირებს სტრესულ ჰორმონებს და იწვევს ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას. კარგად გამოიძინა, რადგან ძილის დროს ტვინი აღდგენას ახდენს და დღის განმავლობაში მიღებულ ემოციებს ამუშავებს. გამოწვევის წინაღამით არ უნდა იმეცადინა, რადგან ეს ზრდის სტრესის დონეს და ამცირებს მეხსიერების მუშაობას. თუ სტრესი დიდი ხდება, ილაპარაკე მეგობართან, მშობელთან, მასწავლებელთან. შიდა ფიქრების გაზიარება ამსუბუქებს ემოციურ წნეხს. დღეისთვის სულ ეს იყო, მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.